თაღლითური კოლ-ცენტრების საქმე, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, ამ წუთებში ელისო კილაძის სახლში სამართალდამცველები მის საცხოვრებელს ჩხრეკენ. სამართლებრივი დევნა კოლ-ცენტრების საქმეზეა დაწყებული პროკურატურის ინფორმაციით. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გრიგოლი ლუაშვილი, ელისო კილაძე, ძმები მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. თაღლითური კოლ-ცენტრების საშუალებით საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდნენ. საუბარია 2023 წლებზე ოლიგარქის რეჟიმი, რომელიც თაღლითური კოლ-ცენტრების ფლობას წლების განმავლობაში სხვებს აბრალებდა, აღმოჩნდა, რომ ამ სქემას მათივე თანაგუნდელის სუსის ყოფილი უფროსის ლილუაშვილის საშუალებით მართავდა. რეჟიმის მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში თაღლითური კოლ-ცენტრები ივანიშვილის ლობირების და მისი თანხმობის გარეშე ვერ იარსებებდა და მთავარი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილია. ნინი ბალანჩივაძე ცოტა ხნის წინ ესაუბრა საქმის მთავარი ფიგურანტების ადვოკატებს, მათ პოზიციას ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. დიახ, თამარ, რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ჩვენ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებს, სწორედ მათი პოზიციის გასაგებად საქართველოს პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე მორიგ საქმეებთან დაკავშირებით, როგორც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ ახალ დევნასთან დაკავშირებით ისინი ვერ გააკეთებენ ვერანაირ განცხადებას, ვინაიდან წვდომა არა აქვთ საქმის მასალებზე. მეტიც ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მაგალითად გვეუბნება, რომ ჩვენგან გაიგო საერთოდ ამ ბრიფინგის შესახებ არ მოусმენია ეს განცხადება. ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში, როგორც წინა საქმეზე დაუსწრებლად წარედგინა მას ბრალი, ახლაც ასე იქნება. წინა საქმე მაყურებელს შევახსენებ არის ჯანგველაძის მკვლელობის საქმე, ახლა კი უკვე საუბარი არის კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, სუსის ყოფილი უფროსი, დაკავებული არის, მას ედავებიან და ბრალდებული არის 4 სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის სწორედ კოლ-ცენტრების მფარველობა, თუმცა მისი ინტერესების დამცველი ჩვენ დღეს გვეუბნება, რომ დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერანაირ განცხადებას ჯერ ვერ გააკეთებს იქამდე, სანამ მას წვდომა არ ექნება საქმის მასალებზე. ამ ეტაპზე მასალა ვერაფერს ვერ გეტყვით. მასალებს ველოდები ზარს, ავიგებ მასალებს და ამის მერე შეგვიძლია გარკვეული სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამ ეტაპის შესაძლებლობაში რომ შეგვიყვანოთ, მეჩვენია რომ ჯერ მასალებს ჩავხედოთ და მერე ისო. აი წარმოგიდგენთ რომ მასალებს არ ვიცნობ და შესაძლებლობისას აი რა სახის კომენტარი სამართლებრივი შეიძლება გავაკეთოთ, ხო? ამიტომ დაველოდოთ მოდი მასალების გაცნობას. ყოველ შემთხვევაში მაქვს მოლოდინი რომ საგამოძიებო ორგანო შეგვეცნიერება, აეროთ მასალებს და ამის მერე ვისაუბროთ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხს. ბრალის დადგენილებაც არ ვიცნობ და შესაძლებლობისას როგორ იქნება. არ მომიხსენია განცხადება. როდის გააკეთეს ეს განცხადება? ვიცი, კალბატონ ელიცოზე გაკეთებული განცხადება. ანუ მოდი ეს რკოს ასეთენ რომ არ მომიხსენია განცხადება. მე შემიძლია ხოლმე შეგითხრა რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართებაში რაიმე ახალი ბრალდება ამ ეტაპისათვის არ არსებობს და წინამდებარე საქმეზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სრულად არ ბრიფინგი მომისმენია და მით უმეტეს სისხლის სამართლებაში რომელსაც არ ვიცნობ, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მაყურებელს შევახსენებ იმას, რომ პროკურატურა მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ბენ ანორთან დაკავშირებით. ეს არის ბიზნესმენი, რომელსაც დავა ჰქონდა ელისო კილაძესთან, ჟურნალისტი მას ადანაშაულებდა საქმიანობაში, ჩარევაში, რაც შეეხება თავად ბენ ანორის პოზიციას. მან ადვოკატის მეშვეობით მიმართა სარჩელით პროკურატურას და ის ელისო კილაძეს ადანაშაულებდა ქონების მითვისებაში სხვადასხვა ჯგუფთან წევრებთან ერთად, მათ შორის იყო მაგალითად გივი ჯიბლაძე. მათ შემთხვევაში კი პროკურატურა ითხოვს გირაოს შუამდგომლობით შევა სწორედ სასამართლოში, რაც შეეხება ქრონიკა პლუსის თანამშრომლებს. ჩვენ ისინი გვეუბნებიან და გამორიცხავენ საერთოდ რაიმე კავშირს ელისო კილაძის მხრიდან კოლ-ცენტრებთან და ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების შურისძიება, ვინაიდან ელისო კილაძე ამხელდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებს.
არანაირი შემთხვევა ელისოს კოლ-ცენტრების ნაწილში არ ქონია, არანაირი მსგავსი ინფორმაციას არ ვქონდით, ეხლა ერთ შენობაში ვმუშაობთ და არანაირი მსგავსი სახის ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიგებთ. მიზანი ერთ-ერთი რაც შემიძლია ვიფიქრო ის, რომ ბოლო პერიოდში ელისო აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა გახმაურების საქმეების პროცესებში, განსაკუთრებით ჯანგვლაძის საქმეებზე აქტიურობდა და ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ის, რომ თქვათ მოაშოროს ამ პროცესებს რაღაც კუთხით დროებით მაინც განეიტრალონ ელისო, რომ არ იყოს დაბრკოლება მათთვის ეს ადამიანი. ჩვენ ბენანორმა შეგვიწყვიტა ფაქტობრივად და ხელი შეგვიშალა მუშაობაში. დაგვიკვეტა ოფისის თვითნებურად და ესე გაგვეჩერა. სავარაუდოდ ასე ვფიქრობ, რომ ელისო რადგან ჩართული იყო ბევრ გახმაურებულ საქმეში, მათ შორის მიქაძეების საქმეში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ იბრძო და ასევე ხეტყის ამბები, სავარაუდოდ შურისძიება არის ეს ყველაფერი. ვერანაირი მუქარით, შულებით, შანტაჟით, ვერაფრით რომ ვერ გააჩერეს, ბოლოს დარჩათ ხელბორკილების დადება და ეს გააკეთა შესაბამისმა უწყებებმა. უკვე 3 საათზე მეტია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში, აქ იმყოფება მისი ადვოკატიც და სავარაუდოდ უკვე უახლოეს 1 საათში დაასრულდება ეს საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება უფრო მეტი ჩხრეკის დაასრულების შემდგომ, რაც შეეხება ელისო კილაძეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სხვა ადვოკატთან ერთად ამ წუთებშიც არის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე და სავარაუდოდ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ დღის ბოლომდე ჩაინიშნება უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი და მოსამართლე იმსჯელებს ახმეტი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.